ერთ-ერთი თამაში წავაგეთო ბატონ თენგის. ბინევრო დაგვილკვენ? ეგ აღარ ვიცი, მაგრამ თქვენ როგორ მოყოლი როგორ თან, მაშინ ეგეც მოგვიყვებით, რო ჩამოვედით, მოვიდაო ისა, პატიაშვილი შევხვდაო. ესეთი წესი ქონათო და რატო იყო ეგეთი წესი? ხა იმას რა ისახებოდა ფეხბურთელი რო წააგებდა, ვერ მივხვდის. არა, ნუ ახლა თავრობა ხო იცი პრიორიტეტი ქონათ ფეხბურთელს, თვითონ ჩვენ თუ წავაგებდით, იგი ხარხნებში მუშაობა არ მიდიოდა ისე როგორც უნდა წასულიყო. ეგეთი ის ქონათ, კომუნისტური ისე რა ქვია რა. თვითონ ჩვენ თუ თამაში ვერ მოიგებდი, ხო, ესე იგი განწყობა ვარდებოდა. ხო, ესე იგი შრომის უნანიანობა ეკარგებოდა მუშებს, ესე იგი მაშ ხარხანაში, ავტოხარხანაში, სადაც ხარხნები იყო მაშინ რა. ხო და ნუ მე გეტყვი რასტოვში წავაგეთ 5-ით 3 თუ რაღაცა. და ჩამოვედი და ახალი აღებული გვაქვს ბინები, მე რამაზის და საშა ჩივადეს რა. ხო და ნუ ახლა მე და რამაზი ერთ-ერთი კორპუსში მოგცენ. მე ვიყავი მე-5-ზე და რამაზი მე-6-ზე სართულზე და ერთად ვაკეთებთ რემონტს. ერთი ისახავს, რა ქვია, ბრიგადა რა. ხო და ნუ სასწაული. ჩამოვედით ჩამოვედა დავხეთ უკვე დაგვიგედენ ესე იგი არ მოგცენ საშუალება რემონტს გაგზელების რა. წაგების გამო? ხო, დაგვილუკენ რა ბინა რა. ეგ არის თვილი დინამოში. ხო და ნუ მე რამოდენიმე თამაში მოვიგეთ და გავიგენ ისავე რა. ესე იგი მიგვანიშნენ რომ ესე იგი თუ ესე იგი ბრავო, მაგრამ აშენდნენ ძლიერ გუნდი რომ მოგიგოს ასვაში ეგ არის შეურაცხყოფა ადამიანის და მაგრამ მაშინ ეგეთი დრო